ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ამიტომაც კურნალის რუბრიკა. იბატონო, იწყება კურნალის რუბრიკა, საინტერესო თემა, ჩვენ შემოგვიერთდნენ სტუმრები, რომლთან ერთადაც ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ. ნინი უდუმაშვილი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქტების მენეჯერი და ჟანა მაღლაკელიძე, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს სეაფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ იმყოფებით ჩვენთან ერთად და ჯანმრთელობაზე უნდა გვესაუბროთ, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენს ჯანმრთელობას შევუწყოთ ხელი, მივხედოთ პირიქით უფრო მეტად ავამაღლოთ ჩვენი იმუნიტეტი, განსაკუთრებით ეხლა არის გარდამავალი პერიოდი, ითვლება ხოლმე რომ ბევრად უფრო სენსიტიური არის ჩვენი ორგანიზმისთვის. ამიტომაც როგორ მოვამარაგოთ საჭირო ვიტამინებით, რომ ზამთრის პერიოდში, ასე რომ ვთქვათ, უფრო სუბუქად და ჯანმრთელად გადავლახოთ ეს პერიოდი. ჩავა კოკროჩინა. ჩავა კოკროჩინა. ჩემი ფრაზა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სწორედ აღნიშნეთ, რომ გადავედი სწორედ იმ სეზონზე, როდესაც განსაკუთრებით იმატებს სხვადასხვა რესპირაციული ინფექციები და ავადობა, რაც გარდაუვალია. ამას პირველ რიგში იწვევს, რა თქმა უნდა, ტემპერატურული ცვლილება, გადავინაცვლეთ სრულად დახურულ სივრცეში, სადაც მჭიდრო კონტაქტები მომავლობის გაზრდა, ერთ-ერთი ესეთ განმაპირობებელი რისკ ფაქტორი არის ვირუსული ინფექციების გავრცელების. ასევე აქ უნდა აღნიშნოთ ჩვენი არაბალანსირებული კვება. ზაფხულის განმავლობაში თუ ცდილობთ ჯანსაღი პროდუქტი, თხილბოსტნეულით შევივსოთ ჩვენთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები ჩვენი ორგანიზმის ზამთარში მწირი არის ის ჩამონათვალი, რაც რეალურად შეიცავს ჩვენთვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს და ჩვენი კვების რაციონიც ვეღარ არის გაჯერებული შესაფერისას და შესაბამისად ამ პერიოდში განსაკუთრებით გვჭირდება ჩვენს და ბავშვებსაც, მათ შორის რა თქმა უნდა განსაკუთრებით ჭირდებათ საკვები დანამატების სახით მისი მიღება. ზოგადად საკვები დანამატი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასე ვთქვათ, როდესაც კვები ვერ ვახდენთ, სრულფასოვანი კვებით ვერ ვახდენთ ჩვენთვის საჭირო ვიტამინების და მინერალების მიღებას, შემდეგ ჭირდება უკვე ფართო ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი დღეს თქვენთან სტუდიაში GM Pharma-ში და შესაბამისად ვცდილობთ, რომ საკვები დანამატების სახით შევისოთ ჩვენთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები და ასევე ცხიმოვანი მჟავები. ასევე ვახსენეთ ზოგადად კვებასთან დამოკიდებულებაში რამდენად მნიშვნელოვანი არის ბალანსირებული კვება და აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუნდაც შემთხვევაში ბავშვებთანაც განსაკუთრებით აღვნიშნავთ ხოლმე ჯანსაღი ცხიმიანი თევზი, რომელიც წარმოადგენს ომეგა-3-ის ყველაზე კარგ წყაროს. ზოგადად რეკომენდებული არის, რომ დღეში კვირაში ორჯერ მაინც უნდა ვიკვებოთ ჯანსაღი ცხიმიანი თევზით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც დიდები და ვერც ბავშვები ვერ ახერხებენ ხოლმე სწორად მიყვნენ ამ რეკომენდაციებს და ხშირ შემთხვევაში ბავშვებს არც კი აქვთ ხოლმე გასინჯული გემო. შესაბამისად ამ დროს აუცილებელი ხდება სწორედ საკვები დანამატების სახით მივაშველოთ მათ, რადგან ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ეს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა აუცილებლად უნდა მივიღოთ საკვები პროდუქტების საშუალებით და ძალიან ბევრ ორგანოზე და ორგანოთა სისტემაზე არის პასუხისმგებელი, როგორც მხედველობის აპარატის ნორმალური ფუნქციონირება, თავის ნორმალური ფუნქციონირება და მათ შორის იმუნური სისტემას, როგორც აღნიშნეთ. ენერგიაც, რაც სწორედ ამაზე მინდოდა რომ მეკითხა, რა შემთხვევაში უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ რაღაც დანაკლისი გვაქვს და რა დროს ჯობია რომ გამოვიყენოთ თქო ეს ნუ მეკითხა და პარემ ესეც გავიგეთ. ძალიან სწორი შეკითხვა არის, როგორც აღნიშნეთ, ომეგა-3-ზე რა თქმა უნდა ანალიზიც არ კეთდება და ამას როგორც წესი აღნიშნავთ ხოლმე, რომ თუ არ ვიკვებებით შესაფერისად და როგორც აღნიშნეთ, კვირაში ორჯერ მაინც არ ვიღებთ ჩვენთვის საჭირო რაოდენობით ცხიმიან თევზს და ცხიმიან თევზზე არის საუბარი, მაგ შემთხვევაში აუცილებლად გვჭირდება მიღება. და რეალურად ამ სეზონზეც განსაკუთრებით სხვადასხვა ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, განსაკუთრებით D ვიტამინიც, გახსენებათ და ჩემმა მოსახლეობამ ბევრი იცის D ვიტამინთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გვჭირდება, იმიტომ რომ დახურულ სივრცეში D ვიტამინის ბუნებრივი წყაროდან მიღების საშუალებაც ნაკლებად გვაქვს. ომეგა-3-ის შე. თითოეულ წარმომადგენელს ჩვენს მაყურებელს კიდევ უფრო დეტალურად გავაცნობ, რომ მათთვის საჭირო პროდუქტი სწორად შეარჩიან ჩამოთვლილი პროდუქციიდან. ომეგა-3 ჟელი გაქვთ წარმოდგენილი, რომელიც ბავშვებისთვის ძალიან გემრიელი არის ნამდვილად. წარმოდგენილი არის დათმიანი ჟელიბანების ფორმებით. ვახსენეთ, რომ რისკ ჯგუფს წარმოადგენს სწორედ პედიატრიული ასაკი და ხშირად ავადობა იზრდება განსაკუთრებით ამ სეზონზე და ამის ჟელი ეს არის დათუნია ჟელიბონების ხილის არომატებით წარმოდგენილი და არა მხოლოდ ომეგას შეიცავს, არამედ შეიცავს C ვიტამინს, D ვიტამინს და E ვიტამინს. შესაბამისად, ბაღის ასაკის ბავშვებისთვის 1-2 ჟელიბონი სრულიად საკმარისი არის როგორც წესი. შემდეგ უკვე ომეგა-3 ჯუნიორი გვაქვს წარმოდგენილი, ეს უკვე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. აქ ძირითადად მაინც უფრო ყურადღების კონცენტრაციის გაზრდაზე, მეხსიერების გაუმჯობესებაზე გვაქვს ასე ვთქვათ აქცენტი, ასევე ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა ბავშვებში და შესაბამისად ომეგა-3 ჯუნიორი ეხმარება ამ სიმპტომების შემცირებაში. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს ყველას რაღაცნაირად უფრო ჯანსაღი მდგომარეობა, ვიდრე ახლა გვაქვს და ასევე ქალბატონო ჟან თქვენთანაც მინდა რა გადმოვიდე შეკითხვით და გაგვაცნოთ ის პროდუქტები და ის ჩამონათვალი, რომელიც აი
ჭირდება მთელი სეზონისთვის, რომ მოვიმარაგოთ და ჩვენს მაყურებელს მიაწოდეთ ინფორმაცია და რა თქმა უნდა აქციებთან დაკავშირებით. კი, აი ეს მე თქვა რომ აუცილებლად კონკრეტული შეთავაზებები, რომლის ფარგლებშიც მეტად მომგებიან ფასში ხარისხიან პროდუქციის შეძენა შეუძლიათ ჩვენს მომხმარებელს და მაყურებელს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მაყურებელს. ძალიან მოკლედ კომპანიის შესახებ ვეთქვი, GM Pharma ეს არის 100% ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. რაც შეეხება სააქციო ჩამონათვალს, ჩვენ თითქმის ყველა სეზონზე გვაქვს შეთავაზებები ჩვენი მომხმარებლებისთვის ამჯერად 17 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით ჩვენს ევროპულ საკოპ დანამატებზე მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება ექსკლუზიურად მხოლოდ PSP-ს აფთია Coxel-ში. მაგალითად, რას გულისხმობს? აი ომეგაზე ისაუბრა ნინიმ, ომე-3-ის ერთი კოლოფის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრად. ეხლა მოკლედ რომ გავაცნოთ კონკრეტულად რა ბრენდები შედის, მოკლედ შევეცდები რომ ჩამოვთვალო. პირველი აუცილებლად დეტრივიტის ხაზით უნდა დავიწყო, ეს არის D ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სეზონისთვის. დეტრივიტი 1000, 2005 და დეტრივიტი K, რომელზეც ასევე მიმდინარეობს 1+1. ომეგა-3-ს რაც შეეხება, ომეგა-3-ის როლზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ასაკში. ომე-3 ჟელი, ომე-3 ჯუნიორი, ომე-3 D3 1000, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით და ვიტყვი აქ, რომ ომე-3 D3 ფორმები იცვლება D ვიტამინის შემცველობის მიხედვით. მაგალითად, ომე-3 D3 2000-ში, D ვიტამინი გვაქვს 2000 საერთაშორისო ერთეული. ცინკოვიტების ოჯახზე ვიტყვი, ეს პოპულარული პროდუქტია და თითქმის თითქმის მოსახლეობის უმრავლესობა ვიცის. ცინკოვიდ იმუნო, ცინკოვიდ ნეირო, ცინკოვიდ კარდიო, ცინკოვიდ იმუნო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სეზონზე. აი ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ხშირად ასეთ შემთხვევაში ღამის ჩაძილება, როდესაც ვუჭირთ ჩვენ პაციენტებს, ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ ნექსინაიტი. ამ შემთხვევაში, რომელიც შეიცავს მელატონის, მაგნიუმს და B6, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ეს შეთავაზება ნექსი B6, რომელიც მხოლოდ მაგნიუმი და B6 ვიტამინი გახლავთ. ის მიკიდი, რომელიც პირის ღრუს იმუნური სისტემის გაჯერსაღებას უწყობს და ბავშვებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ტომიტები, ბირთვიანები და ასე შემდეგ. ალკორესტი, რომელიც გახლავთ ნაბახუსების სააწინააღმდეგო უпростоრად სამკურნალო საშუალება და უროველი, რომელზეც ასევე მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება. შუგანორმზე ვიტყვი ორი სიტყვით, ეს გახლავთ ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს და ეხლა ახალი წერილების ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ნამდვილად. შუგანორმი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და მადას აკვალიტებს. ამიტომ ამ პროდუქტზეც მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება. კიდევ ერთხელ ვიტყვი 17-დან 21 ნოემბრის ჩათვლით PSP-ს Coxel-ში, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად მთელი საქართველოს მასშტაბით. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის პერიოდში თუ კი რამე გვჭირდება, ალკორესტი იქნება ეს თუ ტკბილთან შედარებით უფრო მეგობრული დამოკიდებულება. არა მხოლოდ საბავშვო ასორტიმენტი, ესე რომ ვთქვათ, წარმოდგენილია ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და ნებისმიერი შეიძლება ითქვას სოციალური კლასისთვის განკუთვნილი და აუცილებელი მე ვიტყოდი რომ ვიტამინები და პრეპარატები. თათაშო ანტისტრესი გამომრჩა ეს არის. აუცილებლად ვისაუბროთ. გამკლავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზრდამერთა საუკუნეში. აშო ანტისტრესი სწორედ წარმოადგენს სტრესის მოხსნას, ფოთის მოხსნას საშუალებას. მარტივად რომ ახსნა სეროტონინის დონეს მაღლაწევს, კორტიზოლის დონეს დაბლაწევს ჩვენს ორგანიზმში. აი სამედიცინო თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა წერან ჩვენ გავჩერდით ყურადღების დეფიციტის სინდრომზე. აი მას შემდეგ რომ გავაგრძელოთ. აქვე დავამატებ, ომეგა-3 ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზრდილებშიც მაგალითად საუბრობთ აქ ლიპიდური სპექტრის მაკორეგირებელ საშუალებასაც მიეკუთვნება და ძალიან მნიშვნელოვანი არის მაშინ, როდესაც ვცდილობთ, რომ შედარებით მსუბუქად ვმართოთ, სცენარეული საშუალებებით იქნება ამ შემთხვევაში გვაქვს ლიპოკარდის დასახელებით, ესეც შედარებით სიახლის წარმოადგენს კომპანია GM Pharma-თვის, წარმოადგენს წითელი ბრინჯის ფერმენტაციით მიღებულ მონეკოლინკას, რომელიც მსუბუქი და ზომიერი ჰიპერქოლესტერინემიის დროს პაციენტებში, სადაც ჯერ არ გვინდა მედიკამენტოზური მკურნალობის ჩართვა, თავისუფლად შეგვიძლია რომ გავუწიოთ რეკომენდაცია ლიპოკარდს. ფაქტიურად სრული ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი საკვები დანამატების მიმართულებით, აღნიშნეთ აშვა ანტისტრესით, რომელიც ასევე როგორც აღნიშნეთ სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება და ზოგადად ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციას გვეუბნება, რომ თითქმის ყველა მეორე ადამიანი რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც სტრესს განიცდის და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი არის, რომ
სცენარეული მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებებით მართოთ და ზოგადად ორგანიზმის მდგრადობა სტრესის მიმართ ზრდის. შესაბამისად, თითოეული პროდუქტი დაგვეხმარება სწორედ ორგანიზმის გაძლიერებაში, იმუნური სისტემის გაძლიერებაში და ასევე სტრესის მართვაში. და აქ ისიც აღვნიშნეთ, რომ ეს მედიკამენტების დანამატები ექიმის რეკომენდაციის გარეშე შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ და თუნდაც ომესამი დესამი, რომელიც ვიცი, რომ პროფილაქტიკისთვის არის იდეალური, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მზე გვაკლია ხოლმე და ამიტომაც გვჭირდება რაღაცნაირად რომ შევივსოთ, ხო? შეგვიძლია მივიღოთ როგორც ჩვენ, ასევე ბავშვებმაც ესეც რომ აუხსნათ მაყურებელს, რადგან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია არასწორი საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ვიტამინებთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტულად ექიმის მიმართვა რაღაც მსგავსი ჭირდება და თქვენ ძალიან კარგად აღწერეთ ის სიმპტომები, რომლის შემდეგაც შეგვიძლია უკვე თავადვე გადავწყვიტოთ და ავირჩიოთ ერთი კონკრეტული ვიტამინი, რომლის მიღების შემთხვევაშიც უკვე ეს მავნე სიმპტომი და რაღაც პრობლემა ჯანმრთელობის უკვე აღმოიფხვრება, ესეც რომ აუხსნათ. ამ შემთხვევაში დავაზუსტებ. ზოგადად D ვიტამინთან მიმართებაში გამოარჩევენ ორი მიმართულების, ეს არის დეფიციტის შესავსები, D ვიტამინის დეფიციტის და საპრევენციო დოზები. აი, სწორედ აღნიშნეთ, რომ ზამთრის პერიოდი განსაკუთრებით ადრეული შემოდგომიდან გვიან გაზაფხულის ჩათვლით, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველას გვჭირდება D ვიტამინის, ჩვენთვის ეჭირა რაოდენობით მიღება. 1000 და 2000 საერთაშორისო ერთეულით, მაგალითად, რომელიც ომესამი დესამშიც გვაქვს და D-ტრივიტებშიც გვაქვს წარმოადგენელი სუფთა D ვიტამინის ხაზში, წარმოადგენს საპრევენციო დოზას. ხოლო D-ტრივიტი, ომესამი დესამი 5000-იანი, ასევე D-ტრივიტი K-ორთან ერთად კომბინაციაში და D-ტრივიტი 5000-იანი, ეს ძირითადად მაინც უფრო რეკომენდებულია, რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულებით, რომ მივიღოთ და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მივიღოთ. ასევე აშუანტისტრესზეც გავუსაუბრეთ ხას, რომ აქაც 18 წელი არის შეზღუდვა და 18 წლის ზევით ყველა შეგვიძლია თავისუფლად რომ მივიღოთ და დანარჩენი ძირითადად აქ ყველა მიმართულება საპროფილაქტიკოდ არის წარმოდგენილი ბავშვებში, რა თქმა უნდა. თავისუფლად შეგვიძლია დღეში 1-2 ჟელიბონს გავუწიოთ რეკომენდაცია, ომესამი ჯუნიორიც და ცინკოვიდების ხაზიც. გონია რომ საკმაოდ მე პირადად ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმენია. პირველ რიგში იმისთვის, რომ ზამთარი, როგორც თქვით, გაცემის დასაწყისში კარგად ჩავაკოკროჭინოთ და უპრობლემოდ გავიაროთ, ესე რომ ვთქვათ, ეს ცივი და ნაკლებად მზიანი პერიოდი. ვფიქრობ, რომ ჩვენ მაყურებელმაც ეს ძალიან კარგი საბილო ინფორმაცია მიიღო. და მადლობა ამისთვის. ხო, თუ კითხვა გქონდა. და ვთქვათ აქციასთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს რამოდენიმე წამით რომ შევახსენოთ. როგორც თქვით, აღნიშნულ საკუთარ დანამატებზე მხოლოდ ბეის აფსიაქოქსელში გვაქვს ეს შეთავაზება 17 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, რაც გულისხმობს მაგალითად ერთი კოლოფი D-ტრივიტის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრად მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, განსაკუთრებით ჯანმრთელობას, როდესაც ეხება საკითხი, ჩვენ უფრო მეტად ვართ დაინტერესებული, რომ მივხვდეთ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა თქვენ, რომ ყოველთვის ხართ ჩვენთან ერთად და გვამარაგებთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი დანამატებით. ჩვენს მაყურებელს ასევე მინდა შევახსენოთ, თუ ვერ მოასწარით ამ ინფორმაციის სრულად ნახოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ Facebook გვერდს Palitra News-ზე და Instagram გვერდს, ასევე კი ბატონო. ჩვენ ესტუმრები იყო ნინი უდუმაშვილი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი და ჟანა მაღლაკელიძე, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ წარმატებულ დღეს გისურვებთ. და ასევე ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, კიდევ მოვუწოდებ, რომ ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გაითვალისწინოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ელემენტარული რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ თავი ბოროტყრო ჯანმრთელად და კარგად ვიქნათ. მოკლედ, და იმისთვის რომ ეს რჩევები მიიღონ, სამშაბათ დილის პალიტრას აუცილებლად მოუყურონ, რადგანაც არის მკურნალის რუბრიკის დრო, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ დასრულებულია და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით, ამიტომ არ გადართოთ. რუბრიკის სპონსორია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ მხედველობას.